ლოცვა უდიდესი ხელმისაწვდომი ძალაა ადამიანისთვის პრობლემების მოსაგვარებლად. ეს ძალა გასაოცარია. ლოცვის ძალა ენერგიის წარმოჩენაში მდგომარეობს. როგორც არსებობს სამეცნიერო მეთოდი ბირთვული ენერგიის გათავისუფლებისა, ასევე არსებობს მეცნიერული პროცედურების სულიერი ძალების გამეთავისუფლებისა ლოცვის მექანიზმის გამოყენებით. ამ შთამაგონებელი ძალის მაგალითები თვალსაჩინოა. ლოცვის ძალას დაბერების პროცესის შეჩერებაც კი შეუძლია უძლურებისა და ცვეთის თავიდან არიდებით ან შეზღუდვით. ძირითადი ენერგიისა და სასიცოცხლო ძალების დაკარგვა სულაც არ არის აუცილებელი, ისევე როგორც ხალისის დაკარგვა და დასუსტება ასაკის მატებასთან ერთად. არ არის აუცილებელი სულიერად დაცემა ან დაშტერება. ლოცვა ყოველ საღამოს გამოგაცოცხლებთ და დილით განახლებული ენერგიით გაიღვიძებთ. პრობლემების გადაჭრის გზას დაინახავთ, თუ კი ლოცვას თქვენს ქვეცნობიერებაში შეღწევის საშუალებას მისცემთ. ქვეცნობიერება ხომ ძალთა ადგილსამყოფელია, რომელიც განსაზღვრავს სწორ გადაწყვეტილებას იღებთ თუ არასწორს. ლოცვას თქვენი სწორი, გონივრული რეაქციების მხარდაჭერის ძალა შესწევს. თქვენს ქვეცნობიერებაში ღრმად შეღწეულ ლოცვას თქვენი გარდაქმნა ძალუძს. ის ძალას ათავისუფლებს და შეუფერხებლად მოძრაობის საშუალებას აძლევს პროცესს. თუ კი ეს ჯერ არ გამოგიცდიათ, ეტყობა ლოცვის ახალი ტექნიკა გაქვთ შესასწავლი. ლოცვის ეფექტურობის კუთხით შესწავლა სასარგებლოა. ჩვეულებრივ ასე დროს რელიგიას ვეყრდნობით ხოლმე, თუმცა ამ ორ კონცეფციას შორის განსხვავებაც არ მოიძებნება. მეცნიერული სპირიტუალური პრაქტიკა სტერეოტიპულ პროცედურას გამორიცხავს, როგორც ზოგადად მეცნიერებაშია მიღებული. თუ კი ლოცვის თქვენეული ფორმა გქონდათ, რომელსაც მადლი მოჰქონდა, რაც ლოცვას ნამდვილად ახასიათებს, სრულიად დასაშვებია, რომ უფრო სასარგებლოდ ილოცებდით, თუ კი არსებულ ნიმუშს შეცვლიდით და ლოცვის ახალ ფორმულებს მოსინჯავდით. ყველაფრისთვის სხვა კუთხიდან შეხედვას სცადეთ. ახალი უნარი კი უფრო დიდი შედეგების მიღწევაში გამოიყენეთ. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ლოცვისას თქვენ ყველაზე დიდ ძალასთან გაქვთ საქმე. ძველებურ ნავთის ლამპას ხომ აღარ გამოიყენებთ გასანათებლად, უკვე უახლესი სანათის საშუალებები გჭირდებათ. ახალ სპირიტუალურ ტექნიკას ეყრება საფუძველი გენიოსი ადამიანების მიერ. სასურველია ისეთი მეთოდების გამოყენება, რომელთაც გონივრული და ეფექტიანი დასაბუთება მოეპოვება. ეს შესაძლოა მეცნიერული თვალსაზრისით ახლებურად და უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ლოცვის საიდუმლო იმ პროცესის მოძიებაა, რომელიც თქვენი გონების კარს ყველაზე ეფექტურად და მოკრძალებულად გაუხსნის უფალს. ნებისმიერი მეთოდი, რომლის საშუალებითაც უფლის ძალას თქვენს გონებაში შეღწევის საშუალებას მისცემთ, მართებული და გამოსაყენებლად ვარგისია.